მოგესალმები. კიდევ მოგესალმები ლაშა ასევე. მიწევს ერთად რაღაცა ესე სტუდიაში შეხვედრა, იმისთვის რომ მაყურებელს რაღაცა ჩვენი ინფორმაცია მივაწოდოთ. რაღაცა კარგად გამოგვდის არა? ვინდა პატიჟა. კარგად გამოგვდის ნამდვილად. ნახოთ, აბა იმედია მაყურებელს. ისიამოვნებს მაყურებელი. წინასეც რაღაცა ძალიან ისე არ ველოდებოდი, ძალიან ბევრი მოიწერა, რომ ისაო რა ქვია, ძალიან მოგვეწონაო, ძალიან ორიგინალურიაო და ნიჭიერების ზეიმიაო, არ ვიცი ეს რამდენად ნიჭიერების ზეიმია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კმაყოფილი დარჩა მომხმარებელი რა. ბევრმა მომწერა სხვათა შორის ძალიან ესეთი ფრაზები, რომ ყურადღება უფრო მეტად დეტალებზე ილაპარაკეო, პირად ურთიერთობებზეო, გვაინტერესებსო ძალიანო და ერთჩვენიერ დღეს ალბათ მოვყვები რა, ესე არ მინდა რომ რაღაცნაირად ესე მიგდებულად მოვყვე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ძალიან ჩაჯდომა და სწორად გადმოცემა სჭირდება, რომ ადამიანებმა სწორად გაიაზრონ და მე რასაკვირველია ეს ყველაფერი მაინც იქეთკენ მიდის, რომ თქვენ დააკავშიროთ თქვენ თავებთან ის, რასაც გადიხართ, შეიძლება რაღაცა მსგავსი თქვენ შემთხვევაში მომხდარა, ან მოხდეს და წინასწარ მზად იყოთ, რაღაც ეს არის ჩვენი საკითხი. ლაშე, კითხვებთან დაკავშირებით როგორ გავაკეთოთ? აი, კითხვები მინდა რომ დაგისვა დღეს ისე რომ კარგად გამცე პასუხი. კითხვებთან დაკავშირებით კი, რასაკვირველი არის, მეც რაღაცა წინასეც არ დაგაცადე, მოკლედ რომ გელაპარაკა და სულ რაღაცნაირად ესე მე 1 საათი მოკლედ მე ვლაპარაკობდი მეგობრებო, ბოდის გიხდით ამისთვის. სულ რაღაც 3 კითხვა დავასმევინე, რაღაცნაირად მერიდება ესე, მაგრამ კი, კითხვები მოკლედ, მოდი ესე გავაკეთოთ. კითხვები დამისვი შენ და შესაბამისად ამ კითხვების მიხედვით მე ვისაუბრებ. იმიტომ რომ არ მინდა რომ ესეც ძალიან გაწელილი იყოს. მოდი ვისაუბროთ რაღაცა ძალიან ესე შემოკლებულ კონტექსტში. წამყვანი მეორთო თქვენ ხართ რაღაც დამოვიწყოთ. ხო, მოდი ჯერ გავაცნოთ მაყურებელს რაზე იქნება დღეს საუბარი. საუბარი მოკლედ დღეს იქნება, რამდენადაც მე და ლაშემ გადავწყვიტეთ, უნდა ყოფილიყო მეგობრების ურთიერთობები, ზოგადად აი ადამიანების ურთიერთობები, რაღაც აი ურთიერთობები. მოდი დღეს რამდენადაც ჩავეტევით 4 კითხვა, რაღაცა 4 კითხვის ფარგლებში შემოვიფარგლებთ რა. დავუწყეთ პირველი კითხვა. პირველი კითხვა არის ეგ რა, აი ზოგადად მეგობრებისგან რას გრძნობ? ანუ ოკეი. კი ბატონო, ზოგადად მეგობრებისგან რას გრძნობ? აი მეგობრებთან მიმართებაში მოკლედ მე მაქვს ძალიან ესეთი დამოკიდებულება. ზოგადად ფსიქოლოგები ამბობენ, რომ უნდა ყავდესო ორი სახის მეგობარიო რა, რაღაც რამოდენიმეს მოусმინე და მოვკარიყური, რომ ერთი სახის მეგობარიო მოკლედო, რომელიცო ძალიან გულშემატკივარია შენიო და შესაბამისათო რაღაცნაირად ვერ გაკადრებს რაიმე კითხვა რო დაუშვა საკუთარ თავზე, როგორ გამოვიყურები, ყოველთვის გეუბნება, რომ მოკლედ აი კარგად გამოიყურები რა, აი იდეალური, ძალიან კაია, ვაფშე არაფერი არ შეცვლა, არ გჭირდება და. იმიტომ რომ გული შესტკივა შენზე და რაღაცნაირად არ უნდაო მოკლედო, რომ რაღაცა ნეგატივი გადმოანთხიოსო, იმიტომ რომ ედარდებიო. მეორე კატეგორიის მეგობარი ყოფილა ადამიანი, რომელსაც არ ედარდები დიდად, მაგრამ უნდა ყავდესო, იმიტომ რომ თუ შენ რაღაცას გაინტერესებს საკუთარ თავზე ან რაღაცა შეუძლია რომ პირდაპირ სამართლიანად მოგაჯახოსო და გითხრასო რომ რა არის ძმაო, ღიპი მოიმატე და რაღაცა დაიდე ეს და ის და ის. მაგრამ არ ვიცი, მე ამ საკითხს არ ვეთანხმები, იმიტომ რომ მე პირადად ვარ ძალიან პირდაპირ იმ კუთხით, რომ ჩემი რამოდენიმე მეგობრისთვის, ყოფილი მეგობრისთვის, რომელიც მყოლია ადრე, ეხა ურთიერთობა აღარ გვაქვს, ძალიან პირდაპირ, სხვათა შორის მიჯახებია ესე პირდაპირ, რომ მოკლედ რაღაცა აი არ ვიცი რა, ეს მომატებული, აი რაღაცა შეგიძლია რომ ცოტა მიხედო რა საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ძალიან წონებში წახვედი რა და ძალიან გული დაწყდომია სხვათა შორის ამ ადამიანს ამ ფრაზეოლოგიაზე და მოკლედ ამ ყველაფრის მერე აირია ჩვენი ურთიერთობა და რაღაცნაირად მეგობრებად ვეღარ დავრჩით. მაგრამ მე ჩემს საკუთარ თავს ვამტყუნებ უბრალოდ იმაში, რომ ძალიან უხეშად შეიძლება ეს ყველაფერი გამომივიდა, მაგრამ ვიყავი ძალიან გულწრფელი. მე რო ადამიანი მედარდება და მე რო ეს ადამიანი რაღაცნაირად არ მომწონს რომ ეს ადამიანი ძალიან მაგარ ფორმაში იყო და ეხა რაღაცნაირად აი დაიშვა და მოკლედ თავის ყურადღებას არ ვაქცევ. მაგიტო გეუბნები მაგას და მაგიტო მაქვს ეს რაღაცა პრეტენზია შენს მიმართ, რომ ცოტა მიხედო თავს რა, ცოტა უფრო მეტად დაიჭირო საკუთარი თავი. აბა, აუ კი, ძალიან ლამაზი ხარ, აუ კი, ძალიან როგორ არ მიყვარს. არაფერი შენ არ გჭირდება. ეს უფრო სიყალბე არ არის. რაღაც ჩემთვის მაგალითად ეს უფრო სიყალბეა. ეგეთი რაღაცები მე არ მიყვარს. მე ყოველთვის მიყვარს, რომ პირდაპირ მაჯახო და მითხრა, რომ აი ლაშ, აუ ძმაო, ძალიან გახდი რა, იმენა ჩხინკორა გახდი.
მირჩევნია მეგობრებო, ყოველთვის მირჩევნია რომ ადამიანი ჩემს მიმართ იყოს გულახდილი. ეგ პრობლემა მქონდა ყოველთვის ჩემ ყოფილ ურთიერთობებში. ყოფილი ურთიერთობები მე მესმის ძალიან კარგად რომ ადამიანები არიან რომლებიც აი ყველანაირი მოსწონხარ რა, აი ყველანაირი მოსწონხარ, მაგრამ ეს ყველანაირად მოწონების მომენტი რომ აი ძალიან იდეალური ხარ, გამხდარი ხარ, იდეალური ხარ, დეპრესიული ხარ და იდეალური ხარ, სახე გაქვს ახეული იდეალური ხარ, მე კარგავს შენთვის აზრს მიხვდი და რაღაცას არ კი ბიჭო, აკვარ იდეალური, იდეალური იყავი იმ დროს და ეხლა ვაფშე საერთოდ არ მომწონს ჩემი თავი და რაღაცა აღარ მჯერა რა შენი, აი ეს მომენტი არის რა, რომ რაღაცნაირად პირდაპირები ვიყოთ ადამიანების მიმართ, მე ცუდად ამ ყველაფერს არ აღვიქვაო. უბრალოდ ალბათ ეს მომენტი არის, რომ სწორ ადგილას უნდა უთხრა, ან რაღაცა წინასწარ უნდა მოამზადო, რა რის გამოდაც მე ეს ყველაფერი მე რაღაცა მოკლედ ცუდად მიტრიალდებოდა ხოლმე, მაგრამ რეალურად არ ვარ ეგეთი ბოროტი, რომ ადამიანს რაღაცები უეფეიქო და მოვატყო. როგორც ვფიქრობ, ისე ვამბობ. გეთანხმები. მეგობრებისგან ვგრძნობ ხოლმე ესეთ რაღაცას უფრო მეტად. ყავს რამოდენიმე მეგობარი, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ძალიან კარგად მეგობრობ, მაგრამ აი ის პერიოდი, რა პერიოდიც მე გამოვიარე, მაგალითად ბავშვობიდან დღემდე, გზა და გზა, რასაკვირველია, ყველა ადამიანს მსგავსი მოსვლია, იცხრილებოდა ყველა. და როგორ იცხრილებოდა? მყოლია ძალიან ახლო ძმაკაცი, ტკაპ, შეცდომები. მეც მომსვლია შეცდომები, ისეთი შეცდომები მოსვლია სხვას, რომ იმის მერე გამორიცხული იყო ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, ოღონდ როგორ ძმაკაცობაზე და მეგობრობაზე მაქვს საუბარი, იცი, აი ერთმანეთ, აი რავი, ძალიან მაგარი ძმაკაცები რო ვართ და სწავლობ, რასაკვირველია, ყველაფერი გასწავლის, ყველაფერი ჭკუას გარიგებს, მოკლედ აი რატომ ერი შენ თავს რატომ მოგივიდა ეს, რატომ მოხდა თქვენ შორის ეს ყველაფერი და რაღაცნაირად მე იცხრილება. გაიცხრილა, მოკლედ და 30 წლის მერე მივხვდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ, არიან ჩემი მეგობრები. მეგობრობაში ყველაზე მეტად არ მიყვარს სიყალბე და სიყალბე არის რასაკითხი ახლა გეტყვით ჩემთვის. სიტყვები და არა ქმედებები. აი მხოლოდ სიტყვებით, რომ შემოიფარგლებიან მეგობრები და ქმედებებს საერთოდ 0% რა, რო იტყვია, რომ ლაშ მიყვარ ხარ. და ეს სიყვარული რაში გამოიხატება მართლა ვერ ხვდები. დაბადების დღეს მოგილოცავენ, SMS-ით რო შემოიფარგლებიან ხოლმე, ხო იცი? დღესდღეობით ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ეს SMS-ებით შემოფარგლა რაღაცნაირად მოდა გახდა, ვიდრე ტელეფონი აიღო ან voice-ი ჩაუწერო და უთხრა, რომ დაბადების დღეს გილოცავ ძმაო და შენი ეს ხმის ვიბრაციები მოასმენინო, რამდენად გულწრფელი და რამდენად ემოციებით გამოხატავ ამ ყველაფერს. მაგრამ ყველაზე უკიდურესობა არის, როდესაც ადამიანი გიგზავნის ამობეჭდილ რაღაც დაპრინტულ იმას კოპიოს რაღაცა სკრინივით, სადაც აწერია გილოცავ დაბადების დღეს და აქედან რაღაც შამპანიური არის გახსნილი, იქეთ სანთლებიანთია და იქეთ უკან ბექგრაუნდზე რაღაცა ის კვერცხები და ის რო არის ხდება აღდგომის აი ეს რო ვინმესგან მივიღო, ზოგადად ვინმესგან რო კიდე მივიღო, იმ ადამიანის მიმართ წარმოდგენა ეგრევე მეცეკვე. ყველაზე აი ამაზე უფრო მეტად კატეგორიული ჩემთვის არის, როდესაც ადამიანი გილოცავს შობას, როდესაც გილოცავს კიდე უფრო არის, როდესაც გიორგობას გილოცავს და რაღაცა ქრისტიანულ რაღაცა დღესასწაულებს, აი ამ პატარა რაღაცაი ფონით, რომელიც აქვს ვიღაცა პეტრეს გაკეთებული დამუშავებული Photoshop-ში ან AI-ში და ამას უბრალოდ გიკოპირებს და გიჯდებს. ჩაკოპირების მომენტიც აი რაღაცა მოგილოცა რა. ვა. საო, ბრავო რა. ძალიან სასაცილოა. მეც ნამდვილად ეგრე არის კი. რაღაცა ეგეთი რაღაცეები ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. იმდენად რაღაც გაუფასურდა დღესდღეობით ეს რაღაცა კომუნიკაცია, ეს მილოცვები. არ ვიცი, ვერ გეტყვით. შეიძლება ყველა შემთხვევაში ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მოკლედ ესე რაღაცა ჩემიდან გამომდინარე გეუბნებით ამ ყველაფერს. ჩემ შემთხვევაშიც ეგრეა რა. ამიტომ მე ვაფასებ ადამიანს, რომელიც არის პირველ რიგში ქმედებები და მერე სიტყვები. მე არ მჭირდება, მიყვარ ხარ, ძმაო, აი შენ გენაცვალე, შენ აუ ძმაო, ისე მინდა რომ მოიხოდო, ვიცი რომ ნოლიდან იწყებ, ვიცი რომ ის ამ ყველაფერს არ ვლაპარაკობ ჩემიდან გამომდინარე. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ აი კონკრეტულად მე ვარ აქ რამე შუაში ან მე მაქვს პლატფორმა და მინდა რომ ვინმეს გასაგონათებს თქო. მე ამას უბრალოდ ვიზახი ყველაზე და ძალიან ბევრს ექნება მსგავსი სიტუაციები და ზუსტად ვიცი რომ გაიაზრებენ ამას, რომ სხვების მიმართებაში გააკეთეთ მსგავსი. აი მაგალითად, ნოლიდან დაიწყე, ვიცი რომ ესე წვალობ, ვიცი რომ ამდენი გამოგივლე, ვიცი რომ გაუქურდი ხარ, ვიცი რომ ეს, ვიცი რომ ის, ვიცი რომ ეს, ვიცი რომ ეს და მინდა რომ აი ბედნიერს გხედავდე და ამ დროს ამ ადამიანებს აქვთ 70,000 გამომწერი, 100,000 გამომწერი, 90,000, 50,000, 50,000, 60,000
მოდი გამომწერებს შევეშოთ. მაგრამ გამომწერებიც მთავარია დღესდღეობით იმიტომ რომ სოციალური პლატფორმა ზოგადად რამდენადაც ეს TikTok-ი არსებობს ეს სოციალური პლატფორმები დღესდღეობით ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ასე შემდეგ. და ესეთი ადამიანები გეუბნებიან რომ აი მინდა რომ მაგრად იყო და ვაფშე არ მოქმედებს. ერთი სტორის გადაზიარება კი არა. აი არ ვიცი პოსტია და აი რაღაცა ძალიან მოსწონთ და აუ იმენა კრეატივის ერთხელ არ გადაზიარებაზე ბიჭო დაგულვაზე ამას გადავიტან, იმიტომ რომ უნდა ნახონ, უნდა გაგიცნოს საზოგადოებამ, რომ ესეთი ნიჭიერი ხარ და ესეთ რაღაცებს ქმნი. მე ძმაო, უიშვიათესად 4 ადამიანი მყავს ალბათ ეგეთი, 5 ადამიანი ყველაზე მაქსიმუმ, რომლებიც აკეთებენ ზუსტად მაგას ჩემთვის, რომლებიც აი საზოგადოებას თავის გამომწერებს აჩვენებენ და წარუდგენენ ჩემ თავს, რომ აი ლაშა არის ესეთი და ამერიკაში ჩასული და მოკლედ ცდილობს საკუთარი თავი, რომ ესე წინ წაიყვანოს. დანარჩენები არ ვიცი ძმაო. უცხო ადამიანები. აი აბსოლუტურად უცხო ადამიანები. მე ამერიკაში ჩამოვედი, მეგობრებო, და ყველაზე უცხო ადამიანები ჩემთვის, რომლებსაც საერთოდ ვაფშე არც ვიცნობ და არც წარმოდგენა მაქვს მასზე, ისინი ცდილობენ ჩემ დახმარებას. ისინი მეუბნებიან, რომ ლაშ, გაითვალისწინე ეს ფაქტორი. სანამ ჩამოხვედი, რომ შეცდომები არ დაუშვა. მე დაუშვი მსგავსი შეცდომები და შენ არ მინდა რომ დაუშვა. სრულიად უცხო ადამიანები. შენი ახლო ადამიანები, რომლებიც იმედი გააქვს, ჩახვალ იქ რაღაცა ამას რაღაცა ხარი დაიმედებული, იმიტომ რომ ამ ხელა გზაზე მიდიხარ, რომ ისინი გვერდში დაგიდგებენ. ვაფშე არ ჩანა, იკარგებია ხო ეგრე. რა გვერდში დგომაზეა საუბარი, რა გადაზიარებაზეა საუბარი, მხოლოდ სიტყვები, ჩამოხვედი, როდის გნახო, კი ბატონო, ნახვა ის ესეთ, კაპ, დანარჩენი იმის იქეთ არაფერი. ყველაფერი მაინც მე ვფიქრობ, რომ ალბათ ავტოპილოტი აი თითქოს გონება იმ საშუალებას არ აძლევთ ადამიანებს, რომ იფიქრონ, რომ ეს შესაძლებელია. მოდი ამას გავუკეთებ ადამიანს. რამდენჯერ გადამიზიარებია სხვისი პოსტი, რომელსაც 100 გამომწერი ყავდა, 2000 გამომწერი, ვიცოდი, რომ ის წარმატებას მიაღწევდა. იმიტომ რომ ყოველთვის ვასაპორტები შინაგანად, მაშინ 40000 გამომწერი მყავდა, მე ამას ვიზახი ალბათ 4 წლის წინ. ვცდილობდი, რომ გაიცანით მეგობრებო, ეს ადამიანი, გაიცანით მისი შემოქმედება, გაიცანით მასაც ვბუსტავდი, სიტყვიერად ვამუშაობდი. აქედან კიდე რაღაცა არ ვიცი ძმაო, ეს არის ჩვეულებრივი ისეთი საკითხი, რაც ყველა თქვენთაგანმა უნდა გააკეთოთ სხვა ადამიანზე, ვისაც მართლა გვერდში უდგახართ და რაღაცნაირად ცდილობთ, რომ დაეხმაროთ. მარტო სიტყვები რაში გჭირდება. მარტო სიტყვა მიყვარხარ, მართლა რა არის დედასპიცავარი. მიყვარხარ. არის უბრალოდ ფუტლი არის, თუ შენ მაგას ქმედებები არ მიეცი, ხო ეგრეა რაღაცა მსგავსი მე. ძალიან ბევრჯერ ვაკეთებ ხოლმე მსგავს, რომ აი რაღაცნაირად ეს თითქოს მე мотиваცია მეც დავკარგე, იცი საზოგადოებიდან გამომდინარე, რომ თითქოს ადამიანები ამას არ ხედავენ, ვერ ხედავენ და უკვე რაღაცა მეც რაღაცა ალბათ მაგ კუთხით დავკომპლექსდი და რაღაცა აღარ შემოვიფარგლები მსგავს. მე ვფიქრობ, რომ ესეთი მსგავსი გვერდში დამოკიდებულება მით უმეტეს ქართველებს ერთმანეთის მიმართ თუ იქნება ძალიან კარგად. ისედაც 4 მილიონიც აღარ ვართ დედამიწაზე. და ჩვენ თუ ერთმანეთს მართლა ამ კუთხით არ დავეხმარეთ და ერთმანეთის კარგი არ გაგვიხარდა, რა ვიცი ძმაო, დადექით მაშინ და TikTok-ზე ეს რაღაცა აბა გადმომიზიარეთ, ურიცხეთ ფული ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ იმსახურებენ ამას. დაუდექით გვერდში ისეთ ადამიანებს, რომლებიც იმსახურებენ, ცდილობენ, შრომობენ და რაღაც კრეატივს ქმნიან. და არა ისინი, რომლებიც ლაყბობენ უბრალოდ, აბა ჩამოიწყო, შენ გენაცვალე, ჩამირიცხე ეს, აი, არ არის ეგრე. სიგიჟია რა. დედასპიცა ვარ მართლა ეგრეა რა. იმეც ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი გამოწვევდება, იმეც ვიტოვებ, რომ გონს მოეგებიან ადამიანები, მაგრამ ქართველების პრობლემა არის კომპლექსი. ყველანი არიან ძირითადად დაკომპლექსებულები. ეს კომპლექსი უშლით ხელს. იცი რატო? იმიტომ რომ მე თუ რაღაცას მივაღწიე, ვაი და მე გადაგაზიარო და მე შენ უფრო მეც მიაღწიე ვიდრე მე. ვერ გავიგე. ეხლა შენ რო ლამბორგინი იყიდო და მე რაღაცა გელენტვაგენზე ვიჭდე, ეგრე არ მოწყობს. ამიტომ მოდი რა, ესე ვიქნები ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ხარ, იცი? მაგარი ნიჭიერი ადამიანი ხარ და ეხლა შენ რო ჩემზე მეტი ჩემზე ეგრე სად არის, არ მაწყობს. საერთოდ არ მაწყობს, ეხლა ეგეთი რაღაცა რა. ეგრეა. ეგ არის კომპლექსები. ეგრე. ძალიან დიდი კომპლექსები გვაქვს ჩვენ რა. შესაბამისად ეს კომპლექსები უნდა იყოს ზგაპ მოშორებული და ყველაფერი მერე გვეშველება. აი ეს არის ის, რაც მეგობრებს შორის, ზოგადად მეგობრებისგან, რასაც გრძნობდი და ვგრძნობ.
რაც ისე რა, ახლო ადამიანებზე მაქვს საუბარი, რომლებიც just words, მარტო სიტყვები რა. ეგრე არის ნამდვილად. არ ვიცი მეგობრებო, ესე არის ჩემი. მოკლედ რა ვიცი. შემდეგ კითხვა მაქვს ახლა ისევ. სიტყვები თუ ქმედებები? შემდეგ კითხვა კი სიტყვები თუ ქმედებები? რა ვიცი, ამაზე კი ლაპარაკე უკვე. სიტყვები თუ ქმედებები, მაგაზე მგონი გავიცი პასუხი, რასაკვირველია სიტყვები, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება ვიცი 100-დან 100. სიტყვები არის არაფერი. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცი რა შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აქვს სტრესი და ვერანაირად ვერ ეხმარები სხვა კუთხით. სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ან ადამიანი უხასიათოდ არის და უცხო ადამიანთან მიდიხარ და აი იცოდე რომ ულამაზესი ადამიანი ხარ, იცოდე რომ უმაგრესი ადამიანი ხარ, მართლა რამდენადაც მე ვგრძნობ ენერგეტიკულად და აი ესეთი მომტირალი შენ არ უნდა იყო, იმიტომ რომ ყოველი წამისთვის, წუთისთვის მადლობას უნდა წირავდე უფალ სიტყვაზე და აი გადაგდგა. შეიძლება აი ამ კონკრეტულმა და ან ერთმა სიტყვამ რომ რა ლამაზი ხარ, შეცვალოს ადამიანის რაღაცაისა რა ქვია ხასიათი იმ დღეს რა, იმ კონკრეტულ დღეს. აი ამას ვაფასებ, მაგრამ მეგობრებში და ახლობლებში ქმედებები არის ნომერ პირველი. ყოველთვის სიტყვები მაგარი ფეხებზე მკიდია უკვე. მიყვარხარ და ვაი თო და თუ რაღა და რაცა უნდა მითხრა, მაგარი მკიდია ძმაო. მე დამანახებ შენს ქმედებას, რამდენად მე გაინტერესებ, რამდენად ჩემი შემოქმედება გაინტერესებს და ბაზარი არ არის. ადამიანი მოსულა, ვერც დავუმატებ ბოდის გიხდი. ადამიანი ყოფილა, ტატუს გაკეთება მინდა. შენი შემოქმედება, რა გამაწამა ფინანსური კუთხითაც ხო გამაწამა, ისეთი კუთხითაც, მე დაფასების კუთხით, აუ ნეტა ვაფშე არ გამეკეთებინა, გამიღიავდა ტატუ რაღაც, თუ გაგიღიავდა ისევ შენი არ მოვლის გამო. 10 წელი და 11 წელი რო ექიმი რაღაცა იმ სფეროში იყოს და რაღაცა იქ, რაღაცა ის რაღაცა ნაკერი დაგადო და ის ნაკერი გაგიღიზიანდა და რაღაცა ის საკუთარ თავს უნდა დააბრალო და არა ექიმს. იმიტომ რომ ექიმს ის გამოცდილება საკმარისად ბევრი. იქ რაღაცა შენ დაუშვი შეცდომა. იქ ის რაღაცები არ გაითვალისწინე რომ აი ეს არის მის ადამიანებს. ყოველთვის აბრალებენ არტისტს. და ნუ მოკლედ აი ეგ მომენტი, სხვა რაღაცებს გადავარდი ამ რაღაცებზე სხვა დროს ვისაუბროთ. კიდე ბევრ რაღაცებზე ვისაუბრებთ ჩვენ რაც აი თემატიკა გვაქვს არჩეული. შემდეგ კითხვა არის ლაშა, მოდი სწრაფად გავიოთ. რა საფასებ ადამიანში? რა საფასებ ადამიანში? ადამიანში ვაფასებ რასაკვირველია ერთგულებას, honesty, oh my god, honesty. Honesty არის გულწრფელობა. გულწრფელობას და ადამიანი რომელიც შენ დროს აფასებს რა. აი ამ რაღაცებს ვაფასებ ადამიანში. კიდე არის რაღაცები, მაგრამ ეს ძირითადად სამი, ნუ რას ფიქრობ ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე? მე ისე მგონია, რომ დამოკიდებულება ზოგადად აი ეს დაკომპლექსების გამო არის გაფუჭებული. კომპლექსები მოიშორეთ, ბუღმა გადადეთ, ნეგატივი, თქვენი საკუთარი თავი დააფასეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და სხვასაც დააფასეთ. საკუთარი თავის როცა არ გჯერათ, თვით შეფასება როცა დაქვეითებული გაქვს, შესაბამისად სხვასაც ვერ დააფასებ. იმიტომ რომ დაკომპლექსებული ხარ რა, აი ძალიან სულ მდგომარეობაში ხარ და სხვა რო დაინახო შენზე უკეთ მდგომარეობაში, იასნია რომ არ გაგიხარდე. ეგრე არის ნამდვილად. აი ესე ადამიანის გონება ალბათ. ნამდვილად ეგრე არის, გეთახმები, აი ყველაფერი რაც თქვი იდეალურად ჩამოყალიბე. კი. ბევრი ვილაპარაკე მეც, ხო. იმედია რომ ჩავეტი, იმედია 1 საათიანი ეს ვიდეო არ იქნება. ეხლა ისე სწრაფად ისე სწრაფად. ნახევარი საათი. მადლობა ლაშა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და იმედია რომ საინტერესო იყო. ასევე შენს მადლობა. მადლობა შენ. წარმატებები. ჩაო.